მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში, ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე 358 დღეა პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციის მოთხოვნები, როგორც იცით, არის ის, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, ასევე გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რადგან ამ დროისთვის 150-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება ქართული ოცნების ციხეში და ასევე ის, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება და საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის აუცილებელი მთავარი მოთხოვნები, რაც ჟღერდება პროტესტში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში უკვე წელიწადია, რაც მოქალაქეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და უკვე გითხარით ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნები, ამის პარალელურად ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს კიდე დღითი დღე გაამკაცროს და გააუარესოს კანონმდებლობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და გახადოს რეპრესიული ეს კანონმდებლობა და აი ამ სწორედ კანონმდებლობის მეშვეობით შეზღუდოს ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და იცით რომ სწორედ აი ამ თავისუფლების შემზღუდველი კანონების ნიადაგზე აკავებენ ადამიანებს ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე, ქუჩაში დგომის გამო, იმიზეზებენ რომ რაღაც ქუჩა გადაკვეთა, ტროტუარზე გავლასაც კი უშლიან ადამიანებს თბილისში თქვენ ხედავთ ხო რა ხდება საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს, გუშინ მაგალითად 13 ადამიანი დააკავეს, მხოლოდ იმიტომ რომ ესე მშვიდობიანად ატარებდნენ საპროტესტო აქციას და მსვლელობების დროს ხელს უშლის მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილების შესაძლებლობას ხომ არ აძლევს და ახლა ტროტუარებზე გადაადგილების შესაძლებლობასაც კი აღარ აძლევენ მოქალაქეებს და გუშინ მაგალითად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს და ამ ფორმით ცდილობს ქართული ოცნება რომ ქვეყანაში ჩაახშოს საპროტესტო აქციები, თუმცა როგორც ხედავთ, ერთი წელია ეს აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში და მოქალაქეებს თუ მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დათმონ თავიანთი თავისუფლება, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, არ აპირებენ ისინი დათმონ თავიანთი ევროპული მომავალი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ქართული ოცნების მთლიანი პოლიტიკა. გარდა იმისა, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ქართული ოცნება მთელი ერთი წლის განმავლობაში რეპრესიული კანონების ბუკეტს ქმნის, ასე რომ ვთქვათ, ერთი მეორის მიყოლებით, ყველა მიმართულებით იქმნება იმ ტიპის კანონები, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. დღეს მაგალითად ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება მორიგ რეპრესიულ კანონს აანონსებს ქართული ოცნების პარლამენტში და შეიტანეს ინიციატივა, რომელიც მიმართულია 14 წლამდე ბავშვების წინააღმდეგ. ანუ რას ითვალისწინებს ეს ახალი ინიციატივა? ამ ახალი ინიციატივის მიხედვით თქვენ იცით, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დღეს მოქმედი კანონმდებლობა 14 წლამდე ბავშვს არ მიიჩნევს დამნაშავედ, ხო? და ბავშვის დაკავება არ ხდება სისხლის სამართლის კოდექსით. მაგრამ ახლა ქართული ოცნების დეპუტატები შევიდნენ ინიციატივით და აპირებენ, რომ ცვლილებები შექმნან ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც 10-დან 14 წლამდე ბავშვის დასჯა შეეძლება სახელმწიფოს. ეს დასჯა ამ ქართული ოცნება ცხადია დასჯას არ ეძახის ამას, ამბობენ რომ ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციის პროექტი, მაგრამ რეალურად რომ ჩაუკვირდეთ ჩვენ ამ ინიციატივის შინაარსს, მივხვდებით რომ ეს არ არის ბავშვზე ზრუნვა, რადგან ეს კანონმდებლობა და ეს ინიციატივა ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანას 6 თვით და უფრო გრძელი ვადითაც. ამას განსაზღვრავს პროკურორი. ამ შემთხვევაში 10-დან 14 წლამდე დაკავებული ბავშვის არ ეძლევა საშუალება, რომ მან დაიცვას თავისი უფლებები, მას არ ექნება ადვოკატის ყოლის უფლება და მის ინტერესებს ვერც მშობელი ვერ დაიცავს, რადგან როგორც ადვოკატებმა აგვიხსნეს და ბავშვის უფლებათა დამცველებმა, მშობლის წინააღმდეგობის შემთხვევაში ამ კანონმდებლობით სახელმწიფოს შეუძლია მშობლის წინააღმდეგადაც დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდაღვრევაზე საქმის წარმოება.
რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მაგალითად ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს პატიმრობასაც. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მშობელი მაგალითად შეეწინააღმდეგება საკუთარი შვილის გადაყვანას დახურული ტიპის დაწესებულებაში, შეიძლება მშობელიც კი გაუშვენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ასევე დღეს ბათუმელები ესაუბრა მაგალითად ბავშვის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ადვოკატებს. ერთ-ერთი ადვოკატი, თქვენ იცით რომ არის თამარ გაბოძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სასამართლოებში იცავს ბავშვების უფლებებს და მისი შეფასებით ეს ინიციატივა, რომელსაც ქართული ოცნება აინიცირებს, არის დაუშვებელი, წარმოუდგენელი და მიუღებელი, რადგან ის ფაქტობრივად ეწინააღმდეგება როგორც ადგილობრივ ბავშვთა დაცვის კონვენციებს, უფლებათა დაცვის კონვენციებს, ასევე საერთაშორისო კონვენციებს და მიმართულია ბავშვის ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ბავშვთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაუშვებელია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, რადგან ის ბავშვის, ასე რომ ვთქვათ, ჭყალებში გამოსწორებისკენ კი არ არის მიმართული. რეალურად არის მიმართული ბავშვის დასჯაზე, რადგანაც როგორც გითხარით, პროკურორს შეუძლია მხოლოდ ჩათვალოს, რომ გადაწყვიტოს უბრალოდ ბავშვი არის თუ არა დამნაშავე და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია 6 თვით გაუშვას დახურული ტიპის დაწესებულებაში, საიდანაც ბავშვს ნებართვის გარეშე გამოსვლა არ შეუძლია და ბუნებრივია ამას ეძახიან პატიმრობას, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, როდესაც ბავშვს აღუკვეთავ, ასე რომ ვთქვათ, თავისუფლებას, მოწყვეტ ოჯახს, სოციალურ გარემოს, სკოლას და მოამწყდებ რაღაც დახურული ტიპის დაწესებულებაში, სადაც თავისუფლად ვერ გამოვა, ვერ შევა, ეს ნიშნავს, რომ ის ბავშვი იმყოფება რეალურად პატიმრობაში და ეს მექანიზმი იქნება დასჯის მექანიზმი. აი ამის წინააღმდეგი არიან სწორედ ადვოკატებიც, ადამიანის უფლებადამცველებიც და დარწმუნებული ვარ ალბათ მშობლებიც, რომლებიც რეალურად გაიაზრებენ თუ რა საფრთხისა და საშიშროების წინაშე შეიძლება დააყენოს აი ამ კანონმდებლობამ 10-დან 14 წლამდე ბავშვები. თქვენ იცით რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა არის, 70,000-მდე ბავშვი ითვლება რომ ოფიციალურად შიმშილობს, ძალიან ბევრი მიუსაფარი ბავშვია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია შეიძლება არსებობდეს იმის რისკი, რომ ბავშვმა სადღაც პური მოიპაროს, ასე რომ ვთქვათ, ან შოკოლადი აიღოს და აი ამ ჭყალებში დანაშაულისთვის ბავშვი შესაძლოა გადაიყვანონ 6 თვით დახურული ტიპის დაწესებულებაში და მას აღუკვეთონ თავისუფლება. და ასევე როგორც ადვოკატებმა აგვიხსნეს, ეს 6 თვე შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით და 2 წლითაც, ანუ ვადები აქ არ არის განსაზღვრული და შესაძლოა მის ჩვენში მივიღოთ ისეთი სურათი ქვეყანაში, რომ ბავშვს მოუწიოს 10-დან 14 წლამდე ბავშვს სრულწლოვნებამდე, აი ამ დახურული ტიპის დაწესებულებაში გამომწყდეული ცხოვრება და ფაქტობრივად ბავშვის ბავშვობა იქნება ხელყოფილი. აღარ ექნება მას შესაძლებლობა მიიღოს განათლება, თანატოლებთან სოციალიზაციის შესაძლებლობა არ ექნება და არ ვიცი, როგორც მაგალითად თამარ გაბოძე გვეუბნებოდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა მართლა არ აქვს რა ინფრასტრუქტურას შექმნიან, რა ფერის კედლები ექნება ამ დახურული ტიპის დაწესებულებას და ხვდება თუ არა იქ ბავშვებს სათამაშოები ან სხვა რაღაც ინფრასტრუქტურა. ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი მშობლებისა და საკუთარი ნების წინააღმდეგ წყვეტენ მშობლიურ გარემოს, ოჯახს და მიყავთ მისი ნების წინააღმდეგ რაღაც ტიპის დაწესებულებაში, დახურულ დაწესებულებაში, ის ბავშვი ვერ იქნება თავისუფალი და ის ბავშვი ვერ იქნება გამოსწორებული, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც ბავშვის აღზრდის ყველაზე კარგი საშუალება, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, ეს არის მასზე მორგებული, მის განვითარებაზე მორგებული სერვისების შექმნა, რომელიც ამ ქვეყანაში ნამდვილად დეფიციტია და პრობლემას წარმოადგენს და არა ის, რომ ბავშვი გამოამწყდიო თუნდაც შოკოლადის ქურდობის გამო სადღაც დაწესებულებაში და ჩათვალო, რომ ამ ფორმით მოხდება მისი აღზრდა ან გამოსწორება.
ბათუმელების ლაივის მიმსახლე შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 358 დღეს, რაც ქვეყანაში ბათუმში და ქვეყანაში ზოგადად საპროტესტო აქციები იმართება და იცით, რომ მათ შორის ბათუმში ყოველ საღამოს იმართება ეს საპროტესტო აქციები და მოქალაქეები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ქართული ოცნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის მომავლისთვის დამაზიანებელი და საფრთხის მომტანი. რადგანაც ფაქტობრივად ქვეყანას უკეტავს გზას, ევროინტეგრაციის გზას და ამყოფებს იზოლაციაში და თქვენ პრინციპში ქვეყნის მოსახლეობას ხედავთ უკვე აი ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის მძიმე შედეგებს. მე მინდა რომ აი ამ ქართული ოცნების ბოლო ინიციატივასთან დაკავშირებით აქ მყოფ ადამიანებსაც გავესაუბროთ და მოგასმენინოთ მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ ისინი ქართული ოცნების ახალ რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია რეალურად არასრულწლოვანთა დასჯაზე და არა გამოსწორებაზე. გენრი, მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში. ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდით ქართული ოცნების დეპუტატების ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს 14 წლამდე ბავშვების დასჯას. ადვოკატებმა ზუსტად ასე შეაფასეს ბავშვთა უფლებადამცველებმა დასჯა, რადგან როდესაც ბავშვი საკუთარი ნების წინააღმდეგ წდება ოჯახს და მიჰყავთ რაღაც დახურული ტიპის დაწესებულებაში, სადაც არ შეუძლია თავისუფლად არ შესვლა, არც გამოსვლა, ხო? ეს არის ციხეო, ასე ამბობენ ბავშვთა უფლებადამცველები. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე, რისთვის დასჭირდა ოცნებას ახლა 14 წლამდე ბავშვების დასჯა? ეს არის თქვათ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც მთელი წელია ქვეყანაში ვხედავთ, თუ აი რის მიღწევა უნდა ამით ოცნებას? მოგესალმებით, პირველ რიგში სოლიდარობა მზია, სოლიდარობა ზვია ცეცხლაძე, სოლიდარობა ზვია დრატიანს, ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტპატიმარს. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მკითხველს. ამ კანონ პროექტს რაც შეეხება, როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს და რაც არ უნდა დაერქვას, ნებისმიერ იზოლირებულ გარემოში ბავშვების გადაყვანა არის კოლონია, ციხეა ეს და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პატიმრობა. საკითხი უწფელად რომ თქვა და აღიაროთ, პრობლემა მართლაც აქტუალურია, იმიტომ რომ ძალიან ხშირია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ორგანიზებული კრიმინალური დანაშაული და ძალიან ბევრს აწუხებს ეს საკითხი. თუმცა ბავშვი ვერ დაორგანიზებს დანაშაულს და ამაში სავარაუდოდ არის რაღაც ტრაფიკინგი ან ძალიან ხშირია გახშირდა, იმიტომ რომ ეს საკანონმდებლო რაღაცა ხარვეზი იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ბავშვები გარკვეულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა თუ ადამიანებმა, ინდივიდებმა ეს ორგანიზებული კრიმინალი გამოიყენონ საკუთარი გამდიდრების სარგებლის მიზნით. და ნებისმიერი კანონი, რომელიც მიმართულია შედეგის მიმართ რაღაცა რეაგირებაზე და არ კითხულობს ამის მიზეზს და არ კითხულობს ამის მოტივს, არის რეპრესიული ხასიათის და არაქმედით. თუ კი ჩვენ არ ვინტერესდებით მიზეზს, რას მიყავს ეს არასრულწლოვანი ბავშვები ამ კრიმინალური ნაბიჯებისკენ და თუ ჩვენ არ დავინტერესდებით რამ განაპირობა მათი ეს ქმედებები, მაშინ ვერ ვიქნებით, ვერ შევდგებით საზოგადოებაში. ჩვენი მიზანი თუ არის ბავშვის დასჯა, მაშინ კი იმუშავოთ ეს კანონი, ჩვენი მიზანი თუ არა ამ საზოგადოებაში იყოს ბავშვი, რომელსაც ექნება სოციალური პირობები ისეთი, რომ ის იძულებული არ იყოს, თქვათ, დედისთვის მედიკამენტის საყიდლად თუ საკუთარი ტანსაცმლის საყიდლად თუ საკვების მოსაპოვებლად ჩაიდინოს კრიმინალი და ამ ყველაფერმა სოციალურმა პირობებმა არ უბიძგოს ამისკენ, მაშინ ეს კანონი არ იმუშავებს. მაშინ უნდა გავაუმჯობესოთ ამ ბავშვების სოციალური მდგომარეობა. ორი მიზეზი შეიძლება ქონდეს ამას. პირველი, ვიღაც კრიმინალი, რომელმაც იცის, რომ ჩაიდინოს ეს იქნება და მის მიმართ გახორციელებული რაღაც რეპრესიული ღონისძიება და ბავშვს ყენებს, რომ ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო სტრუქტურების დასადგენია, ვინ დგას ამის უკან, თუ ეს ორგანიზებული კრიმინალია. ამ შემთხვევაშიც ბავშვი არაფერ შუაში არაა, იარაღი და ინსტრუმენტია უბრალოდ და მეორე შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს საშუალება, ამ შემთხვევაში მსხვერპლია. ინსტრუმენტია თუ მსხვერპლია ბავშვი, ორივე შემთხვევაში მოზარდის მიმართ რაღაცა რეპრესიული ღონისძიების დაწესება ან რაღაცა არსებული კანონმდებლობის დამკაცრება, გონია რომ მინიმუმ არაქმედითი და ამ ყველაფერს თუ შევხედავთ იმ კონტექსტით და იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ოცნება მიზან მიმართულად ცდილობს რაღაც საკანონმდებლო სტანდარტი ჩარჩოები შექმნას საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ რეპრესიული ღონისძიება განახორციელოს ნებისმიერი კუთხით პროტესტის თუ განსხვავებული აზრის მქონე ოჯახების და ინდივიდების მიმართ,
ესეც საბოლოო ჯამში შესაძლებელია მის მიერ არაკეთის სინდისერად ჩვენ ვიცით ეს არის რეჟიმი და ყველა კანონს სათავისოდ იყენებს. სწორედ ახლა და ამ კონტექსტში ამ თემის აქტუალობის გამოწვევა ზუსტად არის იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება ცდილობს კიდევ ერთი ბერკეტი ჰქონდეს, თუნდაც იმ ოჯახების მიმართ, ვისი შვილიც შეიძლება ხვალდაზე აქციაზე გამოვიდეს, ან მისი მშობელიც აქციაზე გამოდიოდეს და აი ეს შვილის მიმართ რაღაც უძლეობითი ღონისძიება გამოიყენოს მართვის და რეპრესიის მექანიზმად. ამიტომ არ ვენდობი და არ ვაღიარებ არაფერს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაწესებულს, როდესაც ხელისუფლება არის მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, იმის გაკეთებული კარგი საქმის მე არ მჯერა, ჯერ ქვეყანა დააბრუნოს ნორმალურ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მერე ლეგიტიმური პარლამენტი ავირჩიოთ და მერე ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება ბავშვების კანონთან კონფლიქტი ყოფნას, ხო? როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ ბავშვი არც ინსტრუმენტი იყოს ვიღაცის მხრიდან გამოყენებული და არც მსხვერპლი იყოს სოციალური პირობების. აი ეს არის თანამდებობრივი მოგვარება. მადლობა გენდრი, მაგრამ გაგვიზიარეთ მოსაზრება, შევესწრებით რომ სხვა ადამიანებსაც გავესაუბროთ. ნაზი მოგესალმები. ბათუმელების ჩართვაში ხარ. საუბრობდით ახლა ქართული ოცნების ახალი ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 14 წლამდე ბავშვების დასჯას, ხო? უნდათ რომ რაღაც დაწესებულებაში გამოამწყვდიონ, ადრე საბჭოთა პერიოდში ბავშვების გამოსასწორებელ კოლონიას ეძახდნენ, ხო? აი ასოციაციები გაჩნდა მაშინვე აი ამ რაღაც საბჭოთა სისტემასთან. რისთვის დაჭირდა თქვენი აზრით ოცნებას რომ ბავშვების დასაჯოს, იმიტომ რომ დიდების დასაჯელად უკვე ბევრი მექანიზმი შექმნეს, ხო? ქუჩაში დგომას დასჭადია დღეს და ბავშვების დასჯის მექანიზმი რატომ სჭირდება ახლა ეს? რას მოუტანს ბავშვებს ზოგადად აი ამ ტიპის რეპრესიული მექანიზმი? თქვა ის რომ საზოგადოებაში არის სამწუხაროდ ძალიან არასწორი მიდგომა იმის მიმართ, რომ არასრულწლოვანები და არასრულწლოვანი ვთქვათ რაღაცა დანაშაულს შემჩნეულები არასრულწლოვნებს კანონი თვევს ჯითო ამ პოლიცია და ამიტომ ეს იწვევს აგრესიას ამ ადამიანებში, რომ ვიცით ჩვენ რაღაცა მოიმატა რომ არასრულწლოვნების ჩადენილი დანაშაულები მეძებელია და ამას მერე მოყვება აგრესია საზოგადოების მხრიდან. ოღონდ ახლა წარმოიდგინეთ, თუმცა აგრესია ბავშვის მიმართ არის და არა იმის მიმართ, რომ ამ დანაშაულის უკან ვინ დგას და რა დგას რეალურად. ანუ შეხედეთ ეს ბავშვები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან მრავალშრიანი, წარმოიდგინეთ განათლების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვა, სოციალური სამსახურები, ყველაფერი ჩართულია ამ სისტემაში და თავისუფლად, როდესაც შემსუბუქდა ეს, ხო? ამით შემსუბუქდა, რომ ანუ სასჯელი კი არ იყო აქ პრიორიტეტული მიდგომა, არამედ იყო პრევენციული ღონისძიებები, რომ უნდა ემუშავათ ერთობლივად აი ამ უწყებებს და ამ უწყებების თანამშრომლობით უნდა წარმართულიყო, გადადგულიყო ისეთი ნაბიჯები, რომ ეს ბავშვები ანუ არასრულწლოვანი ქუჩიდან უნდა დაინტერესებულიყო სკოლა. ანუ სახელმწიფო სერვისები უნდა შეექმნა და ჩაერთო სხვადასხვა სერვისები. ეს ვერ შექმნა სახელმწიფო, ხო? ფუნქციაზე შეიქმნა. იყო რეფერირების ხელშეკრულებაც გააფორმა, ხო ვიცით თქვენ, რომ აი როგორ უნდა ემუშავოთ ბავშვებთან, რომლებიც იქნებოდნენ შემჩნეული რაღაცა ქუჩის ცხოვრებას დაზიარებულიყო და რომ მერე ყოფილიყო რაღაცა სარეაბილიტაციო აქტივობები და ასე შემდეგ. აი ეს არ ამუშავებს, ამის ფული დაიხარჯა, არ ამუშავებს, იმიტომ ჩვენ მივიღეთ რა, რომ ბავშვებს სკოლაში არ უნდათ, იმიტომ რომ ბევრი აი წაღაროთქი რომ მრავალშრიანიანი ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. იგი არც ერთ სკოლაში, არც ერთ მასწავლებლებს გამონაკლისებზე არ საუბრობ, ძირითადად მშობელ საზოგადოებას არ უნდა ბავშვი, რომელსაც ესენი რთულს უწოდებენ, სინამდვილეს ბავშვი არის აქტიური. თვითონ იყავენ მე მგონი ასეთ ბავშვს და მე ქუჩაში რჩება. დირექტორსა უნდა მშობელსა და არავის საზოგადოებასა და ოჯახისაც კი გარეთ უნდა ეს ასეთ ბავშვი იყოს. ან არავინ არ მუშაობს ბავშვთან და პირდაპირ ხა აიღებენ მე ასეთ ბავშვებს რომლებიც წედენ ქუჩაში კი იცოდათ რომ მარტივი სადნადავლია ხო იმათთვის კრიმინალებისთვის რომლებმაც კარგად იციან ეს კანონი მოგახსენებათ ზაკონი ასე მაგათენაზე რო თქვით და ეს ადამიანები იყენებენ ამათ თუ ამათ აპარინებენ მე რაღაცებს თვითონ იქ ინაცვლებენ აქციებენ და იციან რომ ამათ არავინ არ დაშა ეს სასჯელი ანუ ასეთი მიდგომა რომ არასრულწლოვანი ციხეში გაუშვა რაღაცა თქვი და დაარქვი იმას რა ვიცი აკადემია დაარქვი თუ გინდა ხო რაღაცა თუ ჩაკეტილდა დახურულ შენობაში იქნება ეს უშვებ წარმოიდგინე ვიზა ვლაპარაკობ იცი 10 წლის ბავშვს 11 12 13 14 მოზარდ ბავშვს რომელსაც ფსიქოლოგია უყალიბდება სივრცეში ამ სივრცეში არის იმ ბავშვებთან ერთად რომლებიც მათ მასავით უკვე ნაზიარები არიან ქუჩას
და არაფერი არ მიმდინარეობს ისეთი რომ ამ ბავშვის მომავალზე მის გაუმჯობესებაზე მითხოვდეს მუშაობა ეს არ მომხდარა აქამდე და არც იმაში იმგაცრული არ მოხდა ვინ უშვებს იქ მშობლები მასწავლებლები ჩვენ საზოგადოება უშვებთ წირავთ ამ ბავშვებს ის რომ იგზავნიან აკრძალვა კანონის გამკაცება არ შეამცირებს კრიმინალს ეს არის გამორიცხული თუ ბავშვის ასაკიდანვე არ დაიწყება სწორად განათლების სისტემის მიდგომა, სოციალური სამსახური, ოჯახთან მუშაობა, ოჯახის ჩართულობით იქნება ეს მშობელი თუ მეურვე მნიშვნელობა არ აქვს და პრევენციული ღონისძიებები მათ შორის პოლიციის ჩართულობით ის არაფერი არ გამოსწორდება, მაგრამ ეს პოლიცია ჩვენ ვიცით ვინ არის. აი სხვა პრობლემას თვითონ არღვევენ ადამიანის უფლებებს, დიახ. პირიქით ასე უნდა გაკეთდეს, ასე რანაირად. ეხა ახალი ის ინიციატივა რომ სკოლებში უნდა შევიდეს პოლიცია და რაღაცები ბავშვებს უნდა ჩაუტაროს. რა რასასწავლიან ამ ბავშვებს? პოლიციელები რომლებიც ძალადობების შესახებ პროპაგანდა უნდა გასცენ. ზრდილი არიან კრიმინალთან. რაზე უნდა ელაპარაკონ ბავშვებს მითხარი? აი წარმოუდგენელ ჩიხში ვარ ჩემს. აქედან გამოსავალი ერთადერთი არის ხელისუფლების და სწორი ნაბიჯების გადადგმა იმ მიმართულებით რომ გაჯანსაღდეს გარემო არასრულწლოვანისთვისაც და თავისთავად საზოგადოების ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. სხვანაირად არ ვიცი, ეს არის რა ვიცი კიდევ ერთი რაღაცა რეპრესიული მეთოდი იმისთვის რომ ყველა და ყველაფერი იყოს მორჩილებაში. მადლობა ნაზი რომ გაგვიზიარე მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მეგობრებო, თქვენ ხო არ გაქვთ სურვილი ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები რომ დაანონსეს, რომ 10-დან 14 წლამდე ბავშვები შეიძლება წაიყვანონ დახურული ტიპის დაწესებულებაში და ადამიანის უფლებადამცველებმა შეაფასეს ეს როგორც დაუშვებელი და მიუღებელი, რადგან 10-დან 14 წლამდე ბავშვი შეუძლებელია რომ იყოს სადღაც დახურული ტიპის დაწესებულებაში, რომელსაც არ ექნება სოციალიზაციის შესაძლებლობა, ხო? ოჯახთან, მეგობრებთან, სკოლასთან ურთიერთობის შესაძლებლობა და აი, როგორ შეაფასეთ, როგორ უყურებთ აი ამ საკითხს თქვენ, რომ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს აი ამ ტიპის მიდგომამ მოზარდებთან მიმართებაში? მესმის ქართულად ოცნება არის ზოგადად იმ ტიპის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც მარტივი და ესე ვთქვათ, მოკლე გზებით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას. ხალხისთვის დასანახად, რა თქმა უნდა, თავისი ელექტორატის დასანახად აკეთებს ასეთ რაღაცებს. ეს რეალურად არის ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად მოზარდების დანაშაულის მატების პრობლემა, თუმცა ეს არ არის ის მეთოდი, რითიც შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება. და მოზარდების პრობლემა შეიძლება არ იყოს, ანუ მოზარდები არ იყვნენ ამაში დამნაშავე. დიახ. სოციუმი არის ჩვენთან იმდენ ისეთ სიტუაციაში ამ ეტაპზე, რომ აქტუალური გახდა ეს პრობლემები. კრიმინალის კონტროლი რეალურად სახელმწიფოს ევალება და ამ სიტუაციის გაკონტროლება და არა დასჯის მეთოდებით, ასე ვთქვათ, მით უმეტეს არასრულყოვნების, რომლებიც შეიძლება ანუ სამუდამოდ შეცვალოს მათი ცხოვრება, შეიძლება დაამახინჯოს. დიახ, დაამახინჯოს მათი ცხოვრება ამ ტიპის რეგულაცია. ამიტომ მით უმეტეს დიქტატურის პირობებში მსგავსი გადაწყვეტილებები არის ძალიან საფრთხე შეიძლება ბერკეტი აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელში დატერორების და დაშინების ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არიან რეჟიმის წინააღმდეგ რეალურად. და თან ყველაზე პრობლემური ის არის კიდევ ამასთან ერთად, რომ როგორც ჩვენ აგვიხსნეს ადვოკატებმა, პროკურორი იწვევს ბავშვი არის დამნაშავე თუ არა და მაგალითად 6 თვით თუ გაუშვებს ამ დაწესებულებაში. მერე შეუძლია ვადა გაუხანგრძლივოს და ანუ კონკრეტული ვადა არ წერია რამდენ ხანს შეიძლება დაჰყოს ბავშვმა და შეიძლება სრულწლოვნებამდე ისე მიაღწიოს რომ აი ამ ტიპის დახურულ დაწესებულებაში მოუწიოს ფაქტობრივად თინეიჯერობის გატარებაო და მართლა წარმოუდგენელ სურათს მივიღეთ, დიახ. როგორც თვითონ გადაწყვეტენ, როგორც სისტემას წაადგება, ისე შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება და მოზარდებს ხო გვიმახინჯებენ ისედაც ცხოვრებას ათასნაირი კანონებით და ეხლა ბავშვებსაც გადაყვებენ თავის შესაძლებლობით. აღმაშფოთებელი არის ეს კანონი ჩვენთვის პირადად. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდების დანაშაულის პრობლემა არსებობს ქვეყანაში და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი, მაგრამ გრძელვადიანი და კონსტრუქციული ნაბიჯ გადასადგმელი ნაბიჯებით, როგორც ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში და არა როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში აგვარებენ ამ საკითხს, ხო და არა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, როსტომ მოგესალმებით. ბათუმელებს ახლა ჩვენს მკითხველებს თუ მაყურებლებს ვესაუბრებოდი
ოცნების ინიციატივაზე შესაძლოა თქვენც ნახეთ დღეს ეს პოსტები, ახალი ინიციატივას ამზადებენ, რომ ბავშვები 10-დან 14 წლამდე ბავშვებზე გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსი, ანუ დასჯადი გახდეს, ასე რომ ვთქვათ, მათი დანაშაული. 14 წლამდე ხო დღეს არ ისჯებიან ბავშვები, ანუ ციხეში არ მიდიან. ეხლა ოცნება აპირებს, რომ ინიციატივა მოამზადოს და 10-დან 14 წლამდე ბავშვებიც დახურული ტიპის დაწესებულებაში გამოკეტოს. ხო, რას ფიქრობთ ამაზე, ვთქვათ, რატომ გადასცდნენ ბავშვებს? რა შედეგს მოიტანს მაგალითად მოზარდების, აი გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების, ხო, პრობლემებსაც ბევრი შეხედულებები ეცვლებათ, როგორც პიროვნებები ყალიბდებიან, ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს, რომ აი ამ ასაკში მყოფი ადამიანები 6 თვით და მეტი ხნით გამოკეტონ სადღაც დახურულ დაწესებულებებში, რომლებსაც უფლებადამცველებმა რეალურად უწოდეს ციხე და ეს არის ციხე და არა ვთქვათ რაღაც გამოსასწორებელი ადგილიო, რა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? თავისუფლება რეჟიმის თვალს და საქართველოს აი რუსული ოცნება რომ თავის მემკვიდრეობას ღირსეულად მიყვება, ხო ცხადია სტალინს გადაასწრეს უკვე რეპრესიებში პატარები, ანუ ასაკობრივი ცენზი, სტალინს უფრო მაღალი ქონდა ვიდრე ახლა ესენი აპირებენ 10 წლიდან მოაპირებენ ბავშვების დასჯას, ნიშნავს რომ სტალინს გადაასწრეს. რეპრესიების ერთ-ერთი ხაზია, რომელთაც ისევ საზოგადოების დათქმა უნდათ და ფიზიკურად სულ მაგას ვიმეორებ და ყველგან რაც მოხდა სხვაგან რუსულმა ჩეკმამ რაც გააკეთა, ის ხდება აქაც. უფრო უარესი რეპრესიები გველოდება, ესეც არ იმუშავებს, სხვადასხვა რაღაცები არ იმუშავებს. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? უტოპიური იდეები არ გამოელევათ, სანამ წინააღმდეგობა იქნება, მანამდე შეძლებენ, კი არა და მოინდომებენ, რომ წინააღმდეგობა დათქმონ. არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა, უბრალოდ სტალინს გადაასწრეს და მე არც მიყვის, პირადად მე უარესის მოლოდინში ვარ. მადლობა. მოგესალმებით ბათუმელების მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთით პირდაპირ ჩართვაში, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 358 თუ არ ვცდები დღე, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციები მიმდინარეობს ხადია ბათუმშიც, თბილისში, ისედაც ხედავთ რომ ყოველ საღამოს იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, ასევე ქუთაისში, ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქებში და ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან იცით, რომ ქართული ოცნების გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგები არ აღიარა საქართველოს მოსახლეობამ და არ აღიარეს მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა, საერთაშორისო აღიარებაც არ აქვს ქართულ ოცნებას, თქვენ იცით, ამ არჩევნების შედეგები იყო გასაჩივრებული კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია აი იმ დღიდან, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი ევროინტეგრაციის პროცესსაც აჩერებდნენ ქვეყანაში, ამას მოჰყვა ხალხმრავალი მასობრივი აქციები და მას შემდეგ ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში არ შეწყვეტილა. ამ აქციების პარალელურად იცით, რომ ქართული ოცნება აძლიერებს რეპრესიულ პოლიტიკას და მიიღო არაერთი კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და გარდა კანონმდებლობისა თქვენ იცით, რამდენის უფლებას აძლევს თქვათ ქართული ოცნება საკუთარ თავს, რომ ისინი დევნიან, ცემენ, ფიზიკურად უსწორდებიან, ყოველდღე აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ უფლებებს იცავენ და თქვენ იცით, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლება არის, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი თავისუფლად და კონსტიტუციური უფლება არის პროტესტშიც ყოფნაც, აი ასე ქუჩაში ყოფნა და ღია და გამოხატვა შენი პროტესტის და შენი აზრის დაფიქსირების და სწორედ აი ამ კონსტიტუციური უფლების გაუქმებას ცდილობს ქართული ოცნება თავისი რეპრესიული კანონებით, თუმცა ის, ვინც ადევნებს თვალს, თქვათ, ჩვენს შარტვებს, სხვა დამოუკიდებელი მედიის რეპორტაჟებს და უსმენ საქართველოს მოქალაქეებს, ალბათ იცით, რომ ეს მოქალაქეები არ აპირებენ შეეგუონ დიქტატურას ამ ქვეყანაში, არ აპირებენ შეეგუონ რუსულ რეჟიმს, რადგანაც მოსახლეობა სწორედ რუსულ რეჟიმს ასე უწოდებს ამ ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას და
ამასთან დაკავშირებით ის რომ რუსული რეჟიმია და რეპრესიული რეჟიმია ამ ქვეყანაში, ამაზე გველაპარაკებიან მათ შორის ევროპარლამენტარები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მიესალმებოდნენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და დღეს გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა მკვეთრად აშორებს საქართველოს ამ ევროინტეგრაციის პროცესს და იყო უმძიმესი შეფასებები, ხო, ევროკავშირის, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში იგულისხმება ქართული ოცნების ხელისუფლება, ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ მოთხოვნას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აი ასე ნაბიჯ მთელი წელია ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველა გზა ჩაუკეტოს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მოსახლეობას ევროპასთან დასაახლოებლად, ყველა გზა გადაკეტოს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვეღარ გახდეს ევროკავშირის წევრი და დარჩეს იზოლაციაში, მეგობრების გარეშე, აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის პირისპირ მარტო დაუცველი. აი ამას ცდილობს ქართული ოცნება და აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდის ეს ხალხი, ამას აპროტესტებს ამ ქვეყნის გარუსებას, რუსიფიკაციას და ამ ქვეყნის დემოკრატიისგან დაშორებას. რა პროცესსაც ვხედავთ ჩვენ დღეს რეალურად, ხო, ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ პროტესტი არ ცხრება ქვეყანაში, არ წყდება და როგორც თქვენ ისმენთ საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებებს, ისინი აცხადებენ, რომ იდგებიან ბოლომდე და სლოგანადაც იქცა უკვე ეს ბოლომდე. მოსახლეობა, პროტესტში მყოფი მოსახლეობა ხშირად იმეორებს ამ ფრაზას, რომ ეს ბოლომდე ნიშნავს, რომ რეჟიმი უნდა დამარცხდეს და საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ითვალისწინებს საბოლოოდ. ჩვენ საუბრობდით ასევე იმაზე, რომ ყოველდღიური რეპრესიული მექანიზმები, ახალი რეპრესიული მექანიზმების შექმნას ცდილობს ქართული ოცნება და ასევე დაანონსეს კიდე ახალი რეპრესიული ინიციატივა, რომელიც მოზარდების 10-დან 14 წლამდე ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსებას ითვალისწინებს და ეს მოთავსება თითქოს ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით იქნება რეაბილიტაციისთვის, ანუ რეაბილიტაცია რომ მოხდეს, თქვათ, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების, მაგრამ ადამიანის უფლებადამცველები ამ ინიციატივას აფასებენ როგორც დაუშვებელს, რადგან დაუშვებელია და ბავშვის უფლებებს ეწინააღმდეგება ის, რომ ბავშვი მოწყვიტო ოჯახს, მშობლიურ გარემოს, მშობლებს, სკოლას, სოციალიზაცია შეუზღუდო და გამოკეტო 6 თვით და მეტი ხნით დახურული ტიპის დაწესებულებაში, საიდანაც ვერ გავა ის ნებართვის გარეშე და ხო, შეფასება არის ის, რომ ბავშვების ფსიქიკა რეალურად დაზიანდება ამით და მათი რეაბილიტაცია და გამოსწორება კი არ მოხდება, არამედ პირიქით უკუშედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრის ქვეყანაშიო, ასეთია სპეციალისტების შეფასება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და ხო, ალბათ ასეთიც იქნება, რადგან არ მახსენდება მე ყოველ შემთხვევაში არც ერთი მაგალითი იმისა, რომ სადღაც ციხეში ან დახურული ტიპის გამოსასწორებელ ჭყალებში რაღაც დახურული ტიპის კოლონიაში ბავშვები შეცვლილიყვნენ და უკეთესები გამხდარიყვნენ. რადგან სპეციალისტების შეფასებით ჩვენ როდესაც ბავშვთა დანაშაულებს საუბრობთ, უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და არა ბავშვებს. რადგან თუ არ ვებრძოლებით მიზეზებს და ბრძოლას დაუწყებთ ბავშვებს, ეს არ მოგვიტან შედეგებს და პირიქით ეს გამოიწვევს, ვთქვათ, უფრო დამაზიანებელ პროცესებს, როგორც ქვეყნისათვის, ასევე მოზარდებისათვის და მათი განვითარებისთვის შესაძლოა, რომ იყოს ძალიან მძიმედ აღქმული ეს ყველაფერი. შევეცდები, რომ სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბროთ, თუ კი მათ ექნება ცურვილი, რომ გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრება აი ამ ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით. მარიამ ბათუმელების ჩართვაში მოკლედ მინდა რომ აი ქართული ოცნების ახალ ინიციატივაზე გაგესაუბრო, თუ ხარ ინფორმირებული, რომ ოცნებამ დაანონსა 10-დან 14 წლამდე ბავშვების
დახურულ ტიპის დაწესებულებაში გადაყვანაო, ხო? ანუ საუბარია, რომ ქართული ოცნების პარლამენტში აპირებენ, რომ ინიციატივა შეიტანონ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, ასე რომ ვთქვა, წინააღმდეგ და ბავშვები, რომლებიც არიან 10-დან 14 წლამდე, დღეს მათზე არ ვრცელდება ხო სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ისინი არ ისჯებიან, ასე რომ ვთქვა, როგორც დამნაშავეები, მაგრამ ახლა აპირებენ, რომ ეს სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა გავრცელდეს უკვე 14 წლამდე ბავშვებზეც. ბუნებრივია ხო ამის ხო ძიმე იქნება ალბათ ხო როგორც სპეციალისტები საუბრობენ შედეგები რაც შეიძლება ამ ტიპის ინიციატივამ გამოიწვიოს და აი შენი შეფასებით ხო რა შედეგი შეიძლება დაუდგეთ ახალები არ არის ჩემი კომპეტენციის ნუ გასაგებია მაგრამ შეხედვით ხო რას ფიქრობენ სპეციალისტები მაგრამ როგორც რა ვიცი რიგითი ადამიანი ვისაც ვინც გულშემატკივრობს იმას რომ ყველა ადამიანს გააჩნდეს დაცული უფლებები და შეძლოს უსაფრთხო ცხოვრება ახლა თქვენ რაც ახსენეთ ამ ინიციატივას ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული ჩვენთან ბავშვებს აქვთ უამრავი პრობლემა, ანუ კანონთან წინააღმდეგობაში რატომაც მოსდის. ბევრი მიუსაფარი ბავშვია, ხო, სოციალურად დაუცველი. ეს არის სისტემური ჩავარდნების ბრალი. ბევრი ბავშვი შიმშილობს, სოციალური სერვისების არარსებობის, იმისი, რომ რა ვიცი, მშობლებიზე ემიგრაციაში არიან ბევრი ბავშვები, ხო? დიახ, და ბავშვები მარტო არიან. იტრამვებიან, ხელი არ მოუწდებათ განათლებაზე, განვითარებაზე. ასე შემდეგ, ასეთი ბავშვი რო კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, ის კი უნდა დასაჯო, უნდა დაეხმარო, როგორღაც გამოვიდეს ამ წინააღმდეგობიდან, გააძლიერო, განათლება მისცე, მოუარო. სასჯელით არა ბავშვების კი არა, ზრდასრული ადამიანების მართლმსაჯულებაში მიცემით, ან დაპატიმრებით ასე არ შველის ეს საქმეს და საჭირო არის სხვაგვარი მოპყრობა ტრანსფორმაციისთვის, იმისთვის რომ ადამიანს მარტო რაღაც ჯიდე არამედ ეხმარებოდე გაიაზროს საკუთარი ქმედება და გახდეს უკეთესი ადამიანი, ხო? და ესე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, საზოგადოებას და ქვეყანას წარდგეს ისევ. ჩვენ ვიცით ხო დასავლური გამოცდილება ხო ეს კანონმდებლობაც იყო ლოიალური ვთქვათ და ლიბერალური ბავშვების მიმართ იმიტომ რომ საერთაშორისო კანონმდებლობა ბავშვთა საერთაშორისო კონვენცია გაეროს კონვენციები გვეუბნებიან რომ სახელმწიფოა ვალდებული ბავშვს შეუქმნას განვითარების სერვისები ხო აი ჩვენთან რო დავაკვირდებით რეკრეაციული ზონები არ გვაქვს სათამაშო მოედნები არ გვაქვს ბავშვებისთვის ხო რომ გამოვიდნენ და სპორტით დაკავდნენ რაღაცა ჯანმრთელი ჯანსაღი აქტივობებით დაკავდნენ გასართობი აი ამ ხელა ტურისტული ქალაქი ხომ გვაქვს ყოველ წელიწადს ოსკარს რო იღებს თურმე ერთი გასართობის სივრცე არ არის ხო გასართობა ხო მარტო არ არის ბულვარში გავლა ვთქვათ მოზარდს ჭირდება რაღაც მეტი ხო აი ამ სერვისების შექმნაზე სახელმწიფო არ ზრუნავს ყოველ შემთხვევაში რაც სპეციალისტებისზე მომისმენია ახალგაზრდებზეც მოგვისმენია არაერთხელ და მათი აზრი გაგვიზიარებია სულ საუბრობენ იმაზე რომ მათ არ აქვთ არც განათლებაზე მნიშვნელოვან განათლებაზე ხელმისაწვდომი საჭიროება და არც ასევე გართობაზე ხელმისაწვდომობა, ხო? და ამ დროს საუბრობენ რომ დაასაჯონ ბავშვი, რომელმაც შეიძლება შიმშილის გამო პური მოიპარა, ან შოკოლადი მოიპარა, ან რაღაც. იციან ის ყველაფერი, რასაც პარლამენტარები ამბობენ და ავრცელებენ, მთავრობა ამბობს და ავრცელებს. კანონები, რომელსაც იღებენ, ყველა სოციალურ ჯგუფზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. მათ იციან რომ კრიზისები კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, მათ შორის სოციალური კრიზისები, ურთიერთობებთან დაკავშირებული კრიზისები. ჩვენზე უკეთ იციან რა აკლიათ, რისი გაკეთება ევალებათ, არ აკეთებენ და იმ ხარჯებს საით მიაქანებენ, რაც ისევ ხალხს უნდა ხმარდებოდეს და ელიან საპასუხოდ რა უკვე ეფექტები ექნება მათ ქმედებებს და აქაც დაიპრევენციეს თავი იმით რომ სასჯელით გაუსწორდებიან ყველას ნაცვლად იმისა რომ იგეგმებოდეს პრევენციული ზამები ანუ ბავშვს სასჯელით კი უნდა დაემუქრო უნდა შეეცადო
მის ის განვითარება შეუწყო ხელი რომ არ სჭირდებოდეს ბავშვს კანონები არ ღვიოს. კი ბატონო. პრინციპში რასაც ყვები ეს არის პასუხი იმაზე, ეხლა ჩვენ თვალს ვადევნებ ხა კომენტარებს და ბევრი წერს რომ აი რატომ არ უნდა დაისაჯონ, რატომ არ უნდა დაისაჯონ. პრინციპში ის რაზეც ჩვენ საუბრობთ, არის პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა დასაჯო 10 წლის და 11 წლის ბავშვი, ხო, რომელიც თქვათ კანონთან მოვიდა რაღაც ტიპის კონფლიქტში. ხო, ეს არის ბავშვის ბრალი არ არის, ხო, გარდა ბავშვისა. ეს არის იძულება. ანუ ესე იგი უფროსები, ესე იგი საზოგადოება, კულტურა, გარემოცვა აიძულებს პატარას ჩაიდინოს ის, რაც აზიანებს მას. თან ისე რომ ვერც კი ხვდება, რას შეიძლება ნიშნავდეს პატარა ბავშვი, რომ დაემუქრო ციხეში წასვლით. ანუ არ იცის, ჯერ არ უცხოვრია მაგდენი. და აი არ ვიცი თუ ბევრი არის რა დაგვემართ, ანუ ასე როგორ მოგვერღვა ღირებულებები ან ბავშვების მიმართ დამოკიდებულება. სასჯელისთვის. იმ სასჯელისთვის, რომელიც არის თავრობა უნდა იხდიდეს. პასუხს აგებდეს და ახდევინებ ბავშვს, არ ვიცი. იმედი მაქვს ძალიან ცოტა არის და ტროლბოტი არის, ვინც ამას წერს და ეს არ არის საზოგადოების უმრავლესობის შეხედულება. საღად მოაზროვნე ადამიანს ყოველ შემთხვევაში არ ვიცი როგორ უნდა სწუროდეს. აი მათი შვილები წარმოიდგინონ, მოეწონება თავიანთი შვილი, 10 წლის შვილი, სადღაც დახურული ტიპის დაწესებულებაში გამომწყდეული, მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მიცა მათ შვილებს განვითარების შესაძლებლობა, ხო? ოფიციალურად სტატისტიკა და სახელმწიფო ხედავს ფურცელზე დაწერილს, რომ 70,000-მდე ბავშვი ყავს შიმშილობის ზღვარზე, ხო? და 600,000 ადამიანი სოციალურად დაუცველი ქვეყანაში და ამ დროს ამბობს, რომ მოდი ბავშვი დავსაჯოთ და ამით გამოვასწოროთ. დაშჩით რომ ბავშვი არ სწორდება, ამაზე მე მგონი უკვე არაერთი, რა ვიცი, სტატია დაწერილა, არაერთი კვლევა დაწერილა და პრაქტიკაშიც ხედავთ რომ დასჯა ბავშვს და არასწორებს ზოგადად და ხო მე მგონი აი ამაზე მსჯელობას გააგრძელებენ ალბათ სავარაუდოდ. ძალიან სამწუხარო. მათ შორის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ალბათ სამართლის მცოდნეებიც, ხო, ვინც ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მუშაობენ ზოგადად. ვარ ბევრი ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, ძალიან ხმამაღალი იქნება ამ ინიციატივის კრიტიკაში. მაგრამ საუბედუროდ არავითარი კრიტიკა და საღი აზრის გამთვალისწინებელი ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არ არის და რახან ბევრი გავიგეთ, ბევრი ისეთი ინიციატივა წინა დღეს რო იფიქრებდი რომ არა შეუძლებელი ასეთი რამ საქართველოში არ მოხდება, მაგრამ მოხდა კანონებში გვაქვს სრულიად დაცილებული ადამიანის ღირსებებს და უფლებების კონცეფციას შეიძლება ესეც გაიტანონ და ბევრი სხვაც შეიძლება გქონდეთ არსენალში. ამით არ უნდა გავგონდეთ. მადლობა მარიამ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და უკვე ერთი წელი სრულდება რა პრინციპში, რაც საქართველოს მოსახლეობა პროტესტში იმყოფება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად ყოველ ღამე მოისმინოთ ჩვენი ეთერის მეშვეობით მოქალაქეების მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დგანან ისინი ქუჩაში, რა საპროტესტებენ, რა ითხოვენ და რა არის მათთვის მიუღებელი და რატომ არის მიუღებელი მათთვის ქართული ოცნების პოლიტიკა. თუმცა მე მაინც შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების მთავარი მოთხოვნები არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, სამართლიანი გარემო შექმნა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს თანასწორ გარემოში და სამართლიან გარემოში მიიღოს მონაწილეობა. მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფალ არარეპრესიულ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ მოქალაქეები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განახლებას. თუმცა არ ვიცი, რამდენად უნდა ვისაუბროთ თქვა სამართლიან გარემოზე, მაშინ როცა თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ქართულმა ოცნებამ ასევე დაანონსა ის, რომ ისინი აპირებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას და არაპირებენ, რომ უცხო ქვეყნებში გაუხსნან საარჩევნო უბნები.
ემიგრანტებს და ესეთი ირონიული და ცინიკური შეიძლება იყოს მათი განცხადება, როცა ამბობენ, აცხადებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ შეუძლიათ ემიგრანტებს ჩამოვიდნენ და აქ მიცენ საქართველოში ხმა, თუ კი მათ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა. და თქვენ იცით, რომ ქვეყნიდან გასულია ძალიან ბევრი მოქალაქე, ბევრი არალეგალია და არალეგალი საქართველოს მოქალაქისთვის ალბათ რთული იქნება, ალბათ კი არა ასეა, რეალურად შეუძლებელიც კი ხდება ის, რომ ჩამოვიდეს საქართველოში ერთი დღით არჩევნებში მონაწილეობისთვის და ამით რეალურად ქართული ოცნება ეუბნება ემიგრანტებს, რომ მათ არ თმევს ხმის უფლებას და არ აპირებს, რომ მათთვის გახსნას უბნები და მისცეს მათ შესაძლებლობა, რომ მათი თავიანთი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლონ. აი ასეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში, ასეთი მოცემულობა გვაქვს პოლიტიკურ ველზე და სწორედ ამ ტიპის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან აქ მყოფი ადამიანები, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია მათი მომავლის, მათი უფლებების და ამ ქვეყნის განვითარების და უსაფრთხოების წინააღმდეგ. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ, ისმენთ ჩვენგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში განვითარებული სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გამოცემის ვებგვერდზე, ასევე Facebook გვერდზე და ასევე თვალიადევნოთ ქალაქში მიმდინარე პროცესებს და ასევე საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველღამე იმართება აი აქ ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გვისმენდით, მე დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროისთვის, დროებით.